ეხლა ცდილობს ქართული ოცნება რომ მაქსიმალურად გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება სრულიად ასე ვთქვათ, არა მნიშვნელოვან საკითხებზე, რეალურად ისინი ცდილობენ რომ მოიფიქრონ ახალი მიზეზები იმისათვის რომ რეალურად რა ხდება ქვეყანაში, ხო? რეალურად ჩვენ ვადევნებთ ვაყურს იმას რომ საქართველოს უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რეალურად საქართველოს დამოკიდებულება ეკონომიკური, პოლიტიკური მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ფაქტიურად კრიტიკულ პროდუქციაზე, ხო, ჩვენ გუშინ გამოვყენოთ ჩვენი ანგარიში, ჩვენმა ორგანიზაციამ კრიტიკულ პროდუქციაზე საქართველოს არის თავიდან ბოლომდე რუსეთს დამოკიდებული, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ხელოვნურად შეექმნა ის ბერკეტები რუსეთისთვის, რომელიც რუსეთს არ გააჩნდა უკვე 2012 წლისთვის და ცხადია რომ რუსეთი ამას ყოველთვის გამოიყენებს ხოლმე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ უზრუნველყო. ეხლა საუბარი იმაზე რომ თითქოს არსებობს რაღაცა რუსოფობია საქართველოში და ამას უნდა ისაუბროს ეხლა ყველამ ცხადია რომ ძალიან ღიმილის მომგვრელია ვინაიდან თავად ის პოლიტიკური პარტია რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია რუსეთზე და თავიდან ბოლომდე ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში ბოლო 14 წლის მანძილზე მათი მხრიდან ეხლა ამაზე წუხილი ძალიან დიდი ღიმილის მომგვრელია ჩემი აზრით. ან რას გულისხმობთ? აი ორ ამბავზე ამახვილებს ყურადღებას. მე ვთვლი რომ მნიშვნელოვანია ყველა აქცენტზე არსებობდეს პასუხი, იმიტომ რომ თქვენს დასხვებსაც ხშირად უსაუბრიათ, გიგი, ეს რომ თქვენი თქმით დასხვებისაც პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და არის საკითხები, რომელზეც ანალიტიკოსების ნაწილის აზრით ის ყიდის როგორც შიგნით, ასევე ამას ქვეყნის გარეთ. ხო, აი ახსენა პლაჟზე დარბიან ბანერებით, გაიხსენა ასტორია გრანდეს ამბავი, სხვათა შორის, სადაც ჩვენ გვახსოვს, რომ სტუმრებს არც საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერა დაუმალავთ და ასევე შეურაცხყოფელი ჟესტებითაც გამოირჩეოდნენ, მათ შორის პირდაპირ გემბანიდან. აი შემთხვევითად შეიძლება, ვთქვათ, ჩაითვალოს ეს აქცენტები, ვთქვათ, მთავარი საკითხები, რაზეც מחვილდება ყურადღება ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ასევე ჩვენ დღეს ვნახეთ პაპუაშვილის მხრიდან 12 აგვისტოს შეთანხმებაზე საუბარი და ლაპარაკი დასავლეთის რეაქციის პრობლემაზე. აი ამ ნაწილზე რა შეგიძლიათ რო თქვათ? არ ვიცი, რას გულისხმობს ყობახიძე რუსოფობიაში. მე მიშავა ქართულ საზოგადოებაში არის სულად ადეკვატური დამოკიდებულება ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნისადმი, ხო? საქართველოს ძირძველი ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამჟამად ოკუპირებულია 2008 წლიდან ოკუპირებულია ოფიციალურად რუსეთის მიერ და საზოგადოებას აქვს ძალიან საღი დამოკიდებულება ოკუპანტი ქვეყნისადმი და შესაბამისად ამას გამოხატავენ ადამიანები სხვადასხვა ფორმით, ხო? ჩვენ უნდა დაგვაუწყდეს თავად რა როლი ითამაშა ყობახიძე პირადად, ხო? რუსეთის წარმომადგენელი მოიყვანა და დასვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, მან პირადად. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ რუსული გავლენა საქართველოში გაიზარდოს, რომ საქართველოს დაკარგოს საკუთარი ევროპული პერსპექტივა, დაკარგოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ყველანაირი შესაძლებლობა. ეს არის ადამიანი და ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლებიც რეალურად საქართველოს ხელიდან აშვებინებენ სრულიად უნიკალურ, სრულიად ერთჯერად შესაძლებლობას ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ 14 წლის მანძილზე გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს დამოკიდებულება აღდგენილიყო რუსეთზე, ეკონომიკური დამოკიდებულება ხელახლა გააჩინეს მათ, ხო? საქართველოს საზოგადოებაში არის სრულიად ნორმალური, ლოგიკური, რაციონალური დამოკიდებულება ოკუპანტი ქვეყნის რუსეთისადმი. გიგი, სხვათა შორის არ შეიცვლება იქამდე სანამ საქართველოს ტერიტორიები დარჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული. სხვათა შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეჩერებას რუსეთთან ერთ-ერთ საფრთხეთ ასახელებდა დღეს ის ნახავდით, რომ ანუ მიზანიო აი ხელოვნურად გაღვევებული კამპანიის არის, რომ არ ჩამოვიდეს რუსი ტურისტი და პირველ საკითხად ასახელებს ეკონომიკური ურთიერთობის შეჩერებას და ეკონომიკის ჩამოშლა შედეგი და პროცესები სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა. აი რა ტიპის პასუხს ეს არის სრული აბსურდი, შინაარს გამოცვლილი საუბარი. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სწორედ საქართველოს დაეკარგა ეკონომიკის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, ხო? საქართველოს მათ თავად ჩამოკიდეს თავიდან ბოლომდე რუსეთის ეკონომიკაზე, მათ დააბრუნეს ის იგივე ბერკეტები დაუბრუნეს რუსეთს, რუსეთს დაკარგული ქონდა უკვე 2006 წლიდან ფაქტიურად, ხო? ეხა წუხილი იმაზე, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით მოხდეს
ესე იგი მოხდეს საქართველოს ეკონომიკისთვის რაღაცა სახის ზიანის მიყენება არის სწორედაც რომ იმ რუსული ნარატივის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვისმენდით 2006 წლამდე რეალურად, ხო, რომ რეალურად რუსები ემუქრებოდნენ საქართველოს, რუსები აშინებდნენ ასე და მოსახლეობას, რომ თუ არ მოიქცეოდა საქართველოს ისე როგორც რუსეთს სურდა, მაშინ მოხდებოდა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება და მოხდებოდა სწორედაც რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ძიმე ეკონომიკური, ასე ვთქვათ, შედეგის დადგომა. ვინ გააჩინა, ვინ მოახდინა ამ რეალობის შექმნა, ხო? რეალურად ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, თორემ რომ რუსეთი ყოფილიყო ისევ იგივე მდგომარეობაში, როგორც ის იყო 2006 წლამდე. ანუ ამ ხრივ სწორს ამბობს, სიმართლეს ამბობს კობახიძე, რომ ასეთი ეკონომიკური დამოკიდებულების პირობებში რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელახლა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკური ბერკეტების ასე ვთქვათ გამოყენება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. მათ შეუძლიათ ეხლა უკვე მათი მმართველობის 14 წლიანი პერიოდის შემდეგ მათ რუსეთს შეუძლია რომ ასე ვთქვათ მოახდინოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციის შეჩერება და ამით საქართველოსთვის დიდი ზიანის მიყენება. ოღონდ ვინ განაპირობა ეს, ვინ არის ამის მიზეზი, ვინ არის ამის რეალურად გამომწვევი? ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ამის კითხვა ავიწყდებათ ადამიანებს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ გამოიყვანა სიტუაცია იქამდე, რომ ევროპასთან კავშირების გაღრმავების ნაცვლად საქართველოს უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთზე, უფრო მეტი პროდუქცია შემოდის რუსეთიდან და უფრო მეტად გააჩნია რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს ხელახლა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები, ხო? მაგრამ თავდაპირველი მიზეზი ამ ყველაფრის არის რასაკვირველია ქართული ოცნება თავად. ეხლა კობახიძის მიერ რუსული ნარატივის გამეორება ცხადყოფს რეალურად თუ რა სახის ძალას წარმოადგენს ეს პოლიტიკური პარტია და ვის ინტერესებს ემსახურება ქართული ოცნება რეალურად საქართველოში. ეს არის რუსეთის ინტერესების გამტარი პოლიტიკური პარტია, რომელიც ეხლა კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების დაშინებას იმით, რომ თუ ჩვენ არ მოვიქცევით კარგად და თუ ჩვენ ესე ვთქვათ არ შევეგუებით ამ რეალობას, მაშინ ეს რაღაცა სახით აისახება ცუდად ჩვენს ეკონომიკაზე. ამის აუცილებლობა არ არსებობდა, ხო? რეალურად საქართველოს ჰქონდა ხელმოწერილი ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, საქართველოს შეეძლო მოეხდინა დივერსიფიცირება საკუთარი ვაჭრობისა, საკუთარი ეკონომიკისა და არ იყო არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთზე. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ 14 მათი ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე რუსეთის ხელში გაჩენილიყო აი ეს ეკონომიკური ბერკეტები და ეს შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს მათ იგივე ასე ვთქვათ სახის ასე ვთქვათ საფრთხე შეექმნათ საქართველოსთვის როგორც ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმერ 2006 წლამდე. ყველაფერი იმაში რაც მოხდა დამნაშავეა მხოლოდ ქართული ოცნება და მათ ამაზე საუბარი მოუწევთ, მათ აქვთ ეს პასუხისგებლობა, რომ თავიდანვე აუხსნან საქართველოს მოსახლეობას, რატომ გახდა დღეს აუცილებელი საუბარი იმაზე, რომ თურმე შესაძლებელია რუსეთთან ეკონომიკური ასე ვთქვათ, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახოს ჩვენს ქვეყანაზე. ვინ არის ამაში დამნაშავე? ვის გამოხდება ეს ყველაფერი? და ევროკავშირთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, ასევე მინდა რომ დაგისვათ კითხვა იმ ანგარიშზე, რომელიც გამოქვეყნდა გიგი და სადაც საუბარია დემოკრატიულ უკუსლვაზე, შეწყვეტილ პოლიტიკურ კონტაქტზე და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილზე რა სიტყვით, ამ ანგარიშის შინაარსი რა ღირებულების არის და რამდენად უნდა ექვემდებარებოდეს თქვათ ყურადღებას და შესრულებას შესაბამისი პირების მხრიდან. მე მიმაჩნია რომ ევროკავშირი ძალიან ადეკვატურად აღიქვავს რეალობას, ევროკავშირი ძალიან პირდაპირ აფასებს იმ მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, ევროკავშირი ძალიან ზუსტად ხედავს თუ საით მიყავს ქართულ ოცნებას საქართველოს, ისინი ხვდებიან ძალიან კარგად რომ ამ პოლიტიკური პარტიის, ამ პოლიტიკური ძალის ინტერესი აღარ წარმოადგენს საქართველოს ევროპასთან დაახლოება, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ მაქსიმალურად გაწყვიტონ კონტაქტი ევროპასთან, ევროკავშირთან, ევროპულ ქვეყნებთან და მეორე მხრივ მაქსიმალურად დაახლოვონ საქართველოს რუსეთთან, დაახლოვონ საქართველოს ირანთან, ჩინეთთან და სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანონ საქართველოს განვითარების კურსი. ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ძალიან პირდაპირ გვესაუბრება ჩვენ საქართველოს მოსახლეობას იმ სირთულეებთან მიმართებით, რომელიც ქართული ოცნების გამო დადგა დღის წესრიგში საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში. როდესაც კობახიძე და ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ რუსოფობიაზე, აგეწოდებულ რუსოფობიაზე საქართველოში და საუბრობენ იმაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს თურმე საქართველოს მოსახლეობა, მათ ასევე არ უნდა დაავიწყდეთ თუ როგორ
რა ტერმინოლოგიით, რა გზავნილებით გამოირჩევენ ისინი ევროპელებთან მიმართებით. თუ რა სახის გზავნილები გვესმის ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირის ელჩის, გერმანიის ელჩის, დასავლეთის ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ და თუ როგორ მოიხსენებენ ისინი ჩვენს ტრადიციულ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს და რეალურად ქართული ხალხის ნამდვილ მეგობრებს, ხო? აქ ცხადია, რომ აღარ აპირებს თვალი დახუჭოს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ევროკავშირი ყოველ ჯერზე ნებისმიერ საკუთარ ანგარიში ძალიან პირდაპირ მიუთითებს იმ მდგომარეობაზე, კიდევ ხოლმე მეორე, რაც არის დღეს ჩვენს ურთიერთობებში და უნდა იყოს ყოველთვის ცხადი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ ურთიერთობებს არანაირი პერსპექტივა უკვე აღარ გააჩნია. ვეღარანაირი ფორმით საქართველოს ვეღარ იქნება განხილული როგორც რეალური კანდიდატი ევროკავშირში გაწევრიანებისა, ჩვენთან მიმართებით არანაირი პროცესები აღარ დაიძრება ევროკავშირთან მიმართებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერ ამაში პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება. მხოლოდ და მხოლოდ ის პოლიტიკა, რომელიც მათ გაატარეს ბოლო 14 წლის მანძილზე და ის შედეგები, რომელიც დადგება უახლოეს მომავალში, ამაზე პასუხისმგებლობაც მოუწევთ მათ. დიდი მადლობა გიგი, დაგემშვიდობებით. გიგი გიგიაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში რეკლამა